ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი კვლევა ჩატარდა. მიღებული შედეგების მიხედვით სპეციალისტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სპეციალისტების განმარტებით რკინა მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა მისი მონიტორინგი. სოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი განიცდის რკინის დეფიციტს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ძილის ხარისხზე. ექიმები გვირჩევენ ამ მიმართულებით რეგულარულად გავიაროთ სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ მკურნალობა. გარდა ამისა, სპეციალისტები საუბრობენ ჯანსაღმკვებაზე. მეცნიერების მტკიცებით, ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს ძილს, ხოლო ცხიმითა და შაქრით მდიდარი საკვები პირიქით ხელს უშლის. სპეციალისტების მოსაზრებით, ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში მსუბუქი ვარჯიში არა მხოლოდ ზოგად ჯანმრთელობაზე ახდენს დადებით გავლენას, არამედ უკეთეს ძილსაც უზრუნველყოფს. ექიმები ამბობენ, რომ საღამოს ვარჯიშიც კი არაფერ ხებს ძილიანობას. რეკომენდაციებს შორის არის ალკოჰოლისა და თამბაქოს შემცირება. სპეციალისტების განმარტებით მოწევა აფერხებს, ხოლო ალკოჰოლი საბოლოოდ ამცირებს ძილის ხარისხს. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი საუზმე. სპეციალისტების მტკიცებით, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება დადებითად აისახება როგორც ძილზე, ისე ზოგად ჯანმრთელობაზე.